ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე დღესვე შეფასებები გაკეთდა თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ახალი ხელისუფლებისთვის გუშინდელი დაკავება მომგებიანი არ ყოფილა, თუმცა სამართალდამცავები მათ საქმეს აკეთებენ და კანონიერად მოქმედებენ. უმრავლესობის წევრთა შეფასებით ისინი პოლიტიკური დიქტატურის ქვეშ არ არიან. შეგახსენებთ, ფინანს და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ თბილისის მერის 4 თანამშრომელი დააკავა. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვის ფაქტზე სამართალდამცავებმა თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუკაშვილი და მთაწმინდა კრძანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეტია დააკავეს. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. გამოძიებას სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48,930,822 ლარის მითვისება გაფლანგვის 3 ეპიზოდს. როგორ აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრები დაკავების ფაქტს, მათ შემდეგი გამოშვებიდან შეიტყო. ის გუშინდელი მაგალითი გასაგებია, რომ შეშფოთდნენ ელჩების კითხვები დაისვა ძალიან ბევრი და ესე შემდგომ და ეს პოლიტიკურად არ იყო ახალი ხელისუფლებისთვის მაინც მომგებიანი, ხო მარტივი გასაგებია. და მარტივი დასანახია. მიუხედავად ამისა, ეს ისე განვითარდა ისე, როგორც ჩათვალეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და არა ისე, როგორც ჩავთვალე მე და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სხვანაირი სახელმწიფოა. დღეს საქართველო არ არის იმ ტიპის, როგორც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში. გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა და ყველა 28 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩვენ ახალ პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ საგარეო მინისტრმაც აღნიშნა დღეს, რომ ეს არ მოხდება არასდროს ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, როგორც არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი არჩევანი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. პოლიტიკურ დაკავებებს არ აქვს ხოლმე დამთხოვის შესაძლებლობა. ეს რომ იყოს, მარტივად გიპასუხებთ, ეს რომ იყოს პოლიტიკური დაკავება, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა განხორციელებული ასეთ პერიოდში. ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან თავისუფალი პოლიტიკური დიქტატისგან, მათ არავინ არ კარნახობს როდის, სად და როგორ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა.